Expo Georgia-ში იქ მიმდინარეობს სამშენებლო გამოფენა კავკასუს ბილდი, რომელიც გაიხსნა და დაიწყო დღეს დილით საზოგადოებას ამის თაობაზე დამატებით Expo Georgia-ს დირექტორმა რესან ქიქავამაც აცნობა. BMG-ს გუნდი დილიდან იქ იმყოფება და სანამ Expo Georgia-ზე ტერიტორიაზე ხალხმრავლობა დაწყებულა, ერთ-ერთ მონაწილე კომპანიას მოვიკითხავთ, რომელსაც თიკონ ატმელაძე მიხედავს ERTOPS არის საუბარი, რომელიც საქართველოს შტოს დაიკინის გათბობა გაგრილების და სამაცივრო სისტემების იმპორტს ახორციელებს და თიკონ ატმელაძე როგორც გითხარით უკვე ადგილზე იმყოფება და ის უფრო მეც გვეტყვის ახლა ამის თაობაზე. თიკო, დილამშვიდობისა და გისმენთ ყურადღებით. დილამშვიდობის გიორგი, მივესალმები პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს Expo Georgia-ს ტერიტორიაზე. ნამდვილად უკვე სტარტი აიღო სამშენებლო მასალების გამოფენამ, ხალხმრავლობა ნელ-ნელა უკვე იწყება, ხალხი იყადის თავს Expo Georgia-ს ტერიტორიაზე. აქ ათეულობით ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, ჩვენ ერთ-ერთ მათგანს დილიდან მოვიკითხავთ ERTOPS, რომელიც დაიკინის ავტორიზებული წარმომადგენელია საქართველოში. უფრო მეტი დეტალის გასაგებად და უფრო მეტი სიახლის მოსაკითხად ია მოდებაძე, კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ჩვენთან და დია მოგესალმებით და პირველ რიგში რომ ვისაუბროთ ERTOPS-ზე რას წარმოადგენს ის, რას შესთავაზებს აქ მოსულ სტუმრებს და რისი ნახვა შეუძლიათ ზოგადად მომხმარებლებს. მოგესალმებით, დილამშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა. კომპანია ERTOPS არის დაიკინის ავტორიზებული სერვის ცენტრი და დისტრიბუტორი საქართველოში. დაიკინი თავის მხრივ არის ნომერ პირველი ტოპ პრემიუმ გათბობა გაგრილების და ვენტილაციის სისტემების მწარმოებელი იაპონიიდან. ეს ბრენდი არის საუკუნოვანი ისტორიის 2024 წელს 100 წლის იუბილე აღნიშნეს და ძალიან გვიხარია რომ ვართ წარმოდგენილები სამშენებლო მასალების გამოფენაზე. ჩვენს სტენდთან მოსულ სტუმრებს 3 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ რომ დაათვალიერონ ბრენდის პროდუქცია, პირადად გაეცნონ აი ამ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომელსაც თავაზობს ბრენდი დაიკინი. აქ წარმოდგენილია როგორც თქვათ სახლისთვის გასათავსებელი კონდიციონერები, ასევე უფრო მსხვილი და ინდუსტრიული პროექტებისთვის განკუთვნილი აგრეგატები და მინდა აღვნიშნო, რომ ეს გამოფენა საინტერესოა როგორც მომხმარებლებისთვის, ვინც მაგალითად სახლისთვის ეძებს გათბობა გაგრილების და ვენტილაციის სისტემებს, ასევე იმ ტექნიკოსებისთვის და ინჟინრებისთვის, ვინც აი ამ პროდუქციას იყენებს თავის ყოველდღიურ სამუშაოში. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ კავკასუს ბილდი არის უმსხვილესი სამშენებლო გამოფენა, რომელიც Expo Georgia-ს ტერიტორიაზე 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და რას ნიშნავს ქართული კომპანიისთვის, რა შესაძლებლობაა და რაღაც რა კარს ხსნის, ესე ვთქვათ, მსგავსი გამოფენები კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში. დიახ, ERTOPS დაიკინის ბრენდი წელს პირველად იღებს მონაწილეობას სამშენებლო მასალების გამოფენაზე, თუმცა ეს არ არის პირველი წელი თვითონ ამ გამოფენისთვის. ყოველ წელს ეს გამოფენა უფრო და უფრო საინტერესო ხდება, უფრო მეტი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბრენდი იღებს მონაწილეობას. ყველა ცდილობს გამრავალფეროვნოს, ჩვენ სტენდთანაც ასევე იაპონურ კულტურასთან დაკავშირებული რაღაც სიურპრიზები ელოდება ვიზიტორებს და ჩემი აზრით ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა კომპანიებისთვის ერთ სივრცეში წარადგინონ თავისი პროდუქცია და რაც თავარია ვიზიტორებისთვის, ასე ვთქვათ, ერთი მოსვლით დაათვალიეროს ყველა მოწინავე ტექნოლოგია, ნახოს თქვათ, რას თავაზობს საქართველოს ბაზარზე. აქ ძალიან ბევრი ჩამოსული საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებიც არიან და მე ვფიქრობ, რომ როგორც მნიშვნელოვანი, ასევე ძალიან კომფორტული გამოფენა, როგორც ჩვენთვის, ვისაც საშუალება გვეძლება, რომ წარვადგინოთ ესეთი უნიკალური პროდუქცია, ასე ვთქვათ, ცოცხალ რეჟიმში მოუყვეთ აი იმ უპირატესობების შესახებ, რაც ბრენდს აქვს, რამდენად უნიკალური პროდუქცია აქვს, ვთქვათ, ჩვენ ბრენდს და ასევე რა თქმა უნდა მომხმარებლისთვის არის ძალიან დიდი კომფორტი და საინტერესო გამოფენა. არ უნდა გვაიწყოს ისიც, რომ ERTOPS არის ჰოლდინგური კომპანია, შესაბამისად აქ არის წარმოდგენილი თავის კიდევ ერთი ბრენდით, ველტით, რომელიც მე-11 პავილიონის შიდა სივრცეშია წარმოდგენილი, ჩვენ ვიმყოფებოდით პირდაპირ ეთერში შესვლამდე ველტის ტერიტორიაზეც. ველტზეც მოგვიყევით მცირე ინფორმაცია გაგვაცანით მის შესახებაც, რა შეთავაზებს დღეს ის ნახვალებს. როგორც თქვენ ახსენეთ, ERTOPS არის ჰოლდინგური კომპანიის წევრი და ამ ჰოლდინგის კიდევ ერთი წევრი, ისევ და ისევ საინჟინრო სისტემების სფეროში კომპანია ველტი იღებს მონაწილეობას გამოფენაზე, უკვე გადახურულში და პავილიონში აქვს ველტ სტენდი და ეს კომპანია აქ თავაზობს საინჟინრო სისტემების, კონკრეტულად MEP სისტემების მასალებს და აქსესუარებს. აქაც იქნება ძალიან ბევრი ევროპული და ამერიკული ჩვენი ბრენდები
წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი უახლესი დანიური ბრენდი, რომელიც დავიმატეთ, სპეციალურად რეგიონალური ოფისიდან ჩამოსული არის წარმომადგენელი, რომელიც ასევე სტენდზე დაესწრება. იქაც გვაქვს გასართობის ახალისო, ასე ვთქვათ, აქტივობები დაგეგმილი და ეს გამოფენა გრძელდება 3 დღის განმავლობაში, პარასკევს, შაბათს და კვირას. არის სრულიად უფასო, დილის 10-დან 7 საათამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და მისთვის საინტერესო პროდუქცია დაათვალიეროს. მადლობა ია მოდებაძე, ველტის და ეარტოპის მარკეტინგის ხელმძღვანელი იმყოფებოდა ჩვენთან ერთად. მე კი ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დღეს კავკასიის ბილდის სამშენებლო მასალების გამოფენის ღონისძიება, ესე ვთქვათ, აიღო სტარტი ექსპო ჯორჯიაში. ის გაგრძელდება 25, 26 და 27 აპრილს და მნახველებს, მსურველებს შეუძლიათ, რომ აქ მოვიდნენ, დაათვალიერონ და მათ შორის ნახონ ეარტოპის და ველტის პროდუქციას და გაიცნონ მას უფრო ახლოს. წარმატებები კავკასიის ბილდს, რომელიც დარწმუნებული ვარ, სრული ანშლაგით ჩაივლის 3 დღის განმავლობაში და ჩემგან საუკეთესო მოკითხვები ეარტოპის და ველტის გუნდს, რომლებიც არიან მან წარმოდგენილნი. მადლობა თიკო ნატურაძის შეხვედრისთვის.